ორი რამ მაოცებს სამყაროში. ერთი ვარსკვლავებით მოჭედილიცა და მეორე ადამიანები, ვისაც ჯერ კიდევ არ უნახავთ მოგონებები მკვლელობაზე. ეს ფილმი ბონგ ჯუნ ჰოს საუკეთესო რეჟისორული ნამუშევარია. ავტორმა შეიძლება ითქვას თავის თავს აჯობა, შექმნა რა წარმოუდგენელი ყველასგან გამორჩეული დეტექტივი. როდესაც ამ ფილმს უყურებ, მთლიანად ეშვები იმ ბურუსით მოცულ სამყაროში, სადაც მთავარი გმირები არიან დაკარგულები. ის თხრობის სტილი, რაც ამ ფილმშია, მართლაც უნიკალური და მომნუსხველია. თან ამ ყველაფერთან ერთად ეს უბრალოდ ჟანრული კინო არაა. დეტექტიური ჟანრის მიღმა უამრავი ქვეტექსტი, პრობლემატიკა და საზოგადოების თუ მართლობის ფორმის კრიტიკა იმალება. ფილმის ყურების დროს ყველაფერს ძალიან რეალურად აღიქვავ. თითქოს ის პირობითობა, რაც მხატვრულ კინოს გააჩნია, აქ დაკარგულია და რჩები პირისპირ მხოლოდ ვერაგი რეალობის წინაშე. თან არ უნდა დავივიწყოთ, რომ ეს ფილმი რეალურ მოვლენებზეა დაფუძნებული. ეს ყოველივე მართლა ხდებოდა სამხრეთ კორეაში 1986-91 წლების პერიოდში. ვინც ის შეიძლება ამიტომაც ეს ამბავი უფრო მძაფრად აღიქმება. მოკლედ, თუ ჯერ კიდევ არ გინახავთ მოგონებები მკვლელობაზე, მაშინ აუცილებლად მოინიშნეთ ეს ფილმი და როგორც კი თავისუფალი დრო გექნებათ უყურეთ. და აქვე არ დაივიწყოთ ჩემი გვერდის დაფოლოვებაც.